პროტესტის ტროტუარზე გამოხატვის გამო გელაგელაძის უწყებას დევნა აქვს დაწყებული ნუკრი კაკულიას და ნათია ჭავჭანიძის წინააღმდეგაც. კაკულიას ხდომა დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადადო. დღეს არის ჩანიშნული ჭავჭანიძის განხილვაც, ჯერ ცნობილი არ არის მიიღებს თუ არა იგივე გადაწყვეტილებას მოსამართლე ცაცუაც და ადმინისტრაციული ნაცვლად ამ ორი დემონსტრანტის წინააღმდეგაც სისტემა დაიწყებს თუ არა სისხლის სამართლებრივ დევნას. დანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც სასამართლოში მუშაობს და მოგუყვება რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით. ანუ აქვს თუ არა ამ დემონსტრანტებს ტროტუარზე დგომის გამო საპატიმრო სასჯელის მოლოდინი. ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვის გამო რეჟიმი პროევროპული აქციების მონაწილეების გასამართლებას ისევ აგრძელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე დემონსტრანტის ადმინისტრაციული საქმის განხილვაა ჩანიშნული. დავიწყოთ ბოლოცნობებით საქალაქო სასამართლოდან. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ნუკრი კაკულიას ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა. მხოლოდ ამ ეტაპისთვის მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ არც დღეს დაარღვია ბოლო პერიოდისთვის შესამჩნევი ტენდენცია და ტრადიცია, რომ გადაიდოს სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით, ვიდრე ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, გაუშვებს თუ არა დემონსტრანტებს 15 დღემდე პატიმრობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსთაველის გამზირზე დგანან და საკუთარ პროტესტ ტროტუარზე გამოხატავენ. დრაკონული კანონები შეეხო კიდევ ერთ მოქალაქეს, 10-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ არის შევახსენებ საზოგადოებას დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ეს არის ნათია ჭავჭანიძე, მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ვნახოთ, მისი საქმეც გადაიდება თუ ამ შემთხვევაში მიიღებს მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას, წავა თუ არა დემონსტრანტი პატიმრობაში ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვის გამო. შეგვიძლია მოვისმინოთ ნუკრი კაკულიასა და მისი უფლებადამცველის კომენტარი პირველ რიგში, ამის შემდეგ კი მოგიყვებით უკვე გადაკვალიფიცირებულ საქმეებზე, როგორც საზოგადოება იცის, რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ უკვე საქმე დაწყებულია სისხლის სამართლის მუხლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსთაველის გამზირზე დგანან. ვიდეო ჩანაწერი, რომელიც წარადგინა შესაძლოა მან ჩანს, რომ დგავარ კიბეზე, რომ ანუ იმ ადგილას დგავარ, რომელიც უკვე 21 დეკემბრიდან ცნობილი იქნა შესაძლოა მხრიდან დასაშვებ ადგილად, სადაც შეიძლება დგომა, შეუძლია დგომა მომიტინგეს, ხოლო 17 დეკემბერს ეს კანონი ჯერ არ იყო ძალაში შესული, შესაბამისად ალბათ მოსამართლე გადაწყვეტს საბოლოოდ, რომ მე 5 დღით ადრე რომ ვიდექი რაღაც ადგილზე, იქ მაინც ვარ კანონდამრღვევი. ძალიან საინტერესო ის იყო, რომ ადვოკატმა კითხა შესაძლოა წარმომადგენელს, ესე იგი 9 აპრილის მემორიალთან დგომა ქართველისთვის, საქართველოში 9 აპრილის მემორიალთან დგომა არის თუ არა კანონდარღვევა. შესაძლოა წარმომადგენელის პასუხი იყო, რომ არის 9 აპრილთან დგომა ამ ქვეყანაში, 9 აპრილის მემორიალთან დგომა ამ ქვეყანაში, თურმე შესაძლოა მიხედვით კანონდარღვევა, რაც ძალიან სამწუხაროა. არსებითი რაც იყო ყველაზე მთავარი და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს ხომაზე 3-ჯერ შეცვალა პოზიცია, ეს იყო გარემოება, რომ 17 დეკემბრის მდგომარეობით ნუკრი კაკულია არ დგას, მათ შორის აშ ტროტუარზე არ დგას. ანუ საუბარი არის ეგრეთ წოდებული შემაღლებული ნაწილი, სადაც 9 აპრილის მემორიალის ზემოთ კიბის უჯრედი რომ იწყება, იმის ზემოთ დგას საერთოდ. და ეს როდესაც დაინახა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პროცესზე, მაშინვე შეცვალა პოზიცია. და თქვა, რომ სამართო დარღვევა თურმე იქ დგომაც ყოფილა, არათუ ქვემოთ, არამედ იმ მონაკვეთით. ასევე დღესაც ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ მოიტანა გელაგელაძის უწყებამ, არის უწყვეტი ვიდეო კადრი, სადაც თითქოს ის ჩანს, რომ მოქალაქეებს დემონსტრანტები ხელს უშლიან ტროტუარზე რუსთაველის გამზირზე გადაადგილებაში. იგივე მტკიცებულება მოიტანეს დღეს ნუკრი კაკულიას წინააღმდეგაც, ხოლო რაც შეეხება გადაკვალიფიცირებულ საქმეებს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მაგალითად ცოტა ხნის წინ ჩაბარდა უწყება, რომ ადმინისტრაციული საქმე შეწყვეტილია მის წინააღმდეგ, სამაგიეროდ კი დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა. კიდევ ერთი მოქალაქე ეს არის კონსტანტინე მიქაია, რომლის წინააღმდეგაც გადააკვალიფიცირეს საქმე სისხლზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან, ასევე არის ანა ბდეიანი და არის გიორგი წულაია. ჯერჯერობით არც ერთი ამ მოქალაქის სასამართლო პროცესით ჩანიშნული არ არის.